მაგას მე იმისი მიკვირს, თორე აქ ყველაფერი კარგად იციან და ეს გონიერი ხალია და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ გაჭი აი ამ რთულ ვითარებაში, მსოფლიო ვითარებაში, თორე საქართველოში პანდემიამ უბრალოდ ძალიან ძიმე დაგვასვა ყველას თელ საქართველოს და ისედაც გაჭირებული ქვეყანაა და კიდე პანდემია გვინდოდა რომ ესეთი გონიერი ხალი არის ამერიკის არის კალბატონი კელი ახლა მაგას ლაპარაკი არ უნდა რა რომ აი ძალიან გონიერი ხალია ძალიან მოზომილი და მადლობა ღმერთს ეს შალიკო ნათელაშვილი უნდა რომ სალომე ზურაბიშვილი დაბადებული ემიგრანტების ოჯახში რომელიც გაძევებულები იყვნენ საქართველოსთან საბჭოთა ძალების რუსulis საერთოდ არის ხო რომელიც ესე იგი ფრანგული დიპლომატიის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატია ბრიტანული და ფრანგული ახლა ეგ ყველამ მიცით ხო იმის გაზრდილი თქვათ რამოდენიმე ძალიან სერიოზული დიპლომატის რომლებიც დიდ თანამდებობას იკავებდნენ საფრანგეთში იმათი მეგობარი იმათი კურსელი და ასე შემდეგ მე საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მეც იმ დროს ვიყავი მინისტრი როდესაც რომელმაც პრაქტიკულად გაიყვანა და მე არასოდეს არ დამოიწდება ეს რაუნდები ლავროვთან მოლაპარაკების ორჯერ მეც ვახდი მოსკოვში იმიტომ რომ მე კონფლიქტების რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო იმას კურირებდი ერთად ვართ ნამყოფი და მე მახსოვს როგორ ეჭირა თავი ეს იყო პირველი ქართველი მინისტრი ვინც ელაპარაკებოდა არა რუსულად არ ლაპარაკობდა საერთოდ რა პირველად აჩვენა მთელ მსოფლიოს რომ ეს არ არის რუსეთი ეს ქვეყანა და საერთოდ დამთავრდა რუსეთის გავლენები და ჯარიც გაიყვანეთ აქედან და გაიყვანეს. ეხლა რას ებძვიან და ეს მავნებლები ბიჭო ამას ესე არ დავტოვებთ იმათ ნუგონიათ რომ ამის უფლებას მივცემ. აი შეტევა რომ მიდის ეხლა იმ 6 მილიარდ ნახევრიან იმაზე პროექტზე არაბო 400-300 წელიწადი ტარუღა იჯდა თბილისში. 300 წელიწადი იყვნენ არაბები იმ დროს შუა საუკუნეების დროს როცა საერთოდ აი პატრონი არ ყავდა არავინ გარშემო და როგორ სად არის გაარავდა საქართველოს სად არის ვაფშე კვალი მაგისი არის ხო